ტრამპი კიდევ ერთხელ ელაპარაკა ტელეფონით პუტინს და მან გააკეთა განცხადება, რაზე იყო და ახლობით საუბარი, მოდი წავიკითხავ. ახლახანს მქონდა ხანგრძლივი და მეტად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის გავლენა და სხვა მრავალი საკითხი. ჩვენ ორივემ გავიხსენეთ ჩვენი ერების დიადი ისტორია და ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომში ერთად წარმატებით ვიბრძოდით. გვახსოვს, რომ რუსეთმა დაკარგა ათობით მილიონი ადამიანი, ხოლო ჩვენც ასევე უამრავი სიცოცხლე დავკარგეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ძლიერ მხარეებზე და იმ დიდ სარგებელზე, რომელიც ოდესმე გვექნება თანამშრომლობის შედეგად. თუმცა პირველ რიგში, როგორც ორივემ შევთანხმდით, უნდა შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის სიკვდილი, რომელიც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომის გამო. პრეზიდენტმა პუტინმა ჩემს საარჩევნო კამპანიის ძლიერ სლოგანსაც კი მიმართა გონივრული მიდგომა. ჩვენ ორივეს ვტკიცეთ გჯერა ამ პრინციპის. შევთანხმდით, რომ ჭიდროდ ვითანამშრომლოთ მათ შორის ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებით. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს და პირველ ნაბიჯად დაუკავშირდებით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, რათა მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საუბრის შესახებ. ამას ახლავე ვაპირებ. ვთხოვ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, CIA-ის დირექტორ ჯონ რატკლიფს, ეროვნულ უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცს და ელჩსა და სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს, რომ უხელმძღვანელო მოლაპარაკებებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ამ ომში, რომელიც არ მოხდებოდა, რომ მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი, მაგრამ ის მოხდა და ამიტომ უნდა დასრულდეს, აღარ უნდა დაიკარგოს არც ერთი სიცოცხლე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ პუტინს ამ სატელეფონო ზარზე დახარჯული დროისა და ძალისხმევისთვის, ასევე გუშინ მარკ ფოგელის გათავისუფლებისთვის შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც პირადად შევხვდი გუშინ საღამოს თეთრ სახლში. მჯერა, რომ ეს ძალისხმევა წარმატებით დასრულდება, იმედია მალე. ეს არის ბატონო, ეგ რას ნიშნავს, იცი? მალე კრემლი დაეცემა. და იზოლაციაში მოახვედრებენ და მოგუდავენ პუტინს. აი სანქცია ხო იშლებოდა რუსეთის სანქციებით და ხო და იქ არანაირი შანსი აღარ ქონდა გადარჩენის და ჩვენ ხო უნიკალური შანსი გქონდა ომის შეერთებით, რომ დავიბრუნებდით ტერიტორიებს და ეხლა ამერიკის პრეზიდენტი იხსენებს, როგორ იბრძოდნენ ერთად მეორე მსოფლიო ომში ამერიკა და რუსეთი და ასე გაგრძელება რო აღარ შეიძლება, ისევ ძმობა და მეგობრობის პერიოდია დასავლელება. ანუ პრინციპში რა კაი კაცი ყოფილა ეს პუტინიო, ეგ ილაპარაკა მოკლეში. რო დასავლელებო თქვენმა ამ პოლიტიკამ კინაღამ დაგუპა, ძლივს გადავრჩით, ბეწვზე ვართ გადარჩენილები და ეხლაც კიდევ აგრძელებთ თქვენ დაღუპვის პროცედურას იმ გაგებით თქვენთან ბრძოლაში ოცნება იღებს არანორმალურ ძალაუფლებას და ეგეც თქვენ მადლობა თქვენ შეგაქვთ მაგაში წვლილი და იქნებ რამენაირად ცოტა გადახედოთ ამ თქვენ პოლიტიკას ამერიკის იმედზე ყოფნა და ყველაფრის ჩამოკიდება აი ამ რაღაც სხვა ქვეყნის ინტერესების გატარება აქ არასწორია და იქნება რამენაირად აი ამაზე შევთანხმდეთ ქართველები, რომ როცა რამდენიმე თვის წინ ხალხი გაიძახოდა, რომ რუსეთი იშლება და ეხლა რუსეთი და ამერიკა ძმობას ეფიცება ერთმანეთს სატელეფონო საუბარში, ხო? ძალიან არასწორი პოლიტიკა გქონდათ. ეგ ხო მაგაზე გიხსნიდით წლებია, რომ აქამდე მივიდოდა. კი ბატონო. აი ეს რო დადგებოდა როგორც სურათი გიხსნიდით, ჩვენ ამას ხედავდით, თქვენ ვერ ხედავდით. და ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ აი ჩვენ ვიღაცამ ეხლა ზურგზე ხელი მოგვითათუნოს, რა მაგარი ბიჭები ხართ. ამას იმიტომ გიხსნით, რომ რახან ერთხელ სწორედ დავინახეთ, ორჯერ სწორედ დავინახეთ, სამჯერ ეხლაც გეუბნებით, რომ ბიჭო, ეხლა არის საფრთხე, რასაც თქვენ აკეთებთ, აზიანებთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ერთხელ ხო შეიძლება დაინახოთ, რომ თქვენ არასწორად ხედავთ რაღაცებს, იმიტომ რომ ობიექტური რეალობა სხვანაირად ლაგდება,
ჩვენ სწორედ ხედავ და მოგვისმინეთ ბიჭო რაღაცეებში, თორე ესე თუ გავაგრძელეთ, ეს ალტინფო კი ილაპარაკებს და კონსერვატორების სიმართლეს, მაგრამ ვილაპარაკებთ, აი ხო იცი, ხმა ღაღადებლისა უდაბნოსაშინა, ვილაპარაკებთ ამ სიმართლეს და გაექანებით ისევ მე თქვენ და ისევ იგივე კედელს შეასკდებით თავით და დასკვნა ის იქნება, რომ ალტინფო იმიტომ არის მოღალატე, რომ 3 წლის წინ მეუნებოდა, 3 წლის მერე რა მოხდებოდა. და შენ რო დებილობის გჯერო და მაგითო ხარ თუნდაც პატრიოტი. და არ არის ეგ კაი სქემა. აი მე რა მაინტერესებს, ცი? პროდასავლური პოლიტიკის აზრი ხო იმაშია, რომ და რაღაც დაცულობა გინდა? გინდა განვითარება, გინდა სიცოცხლე, შენ მაგივრად ამერიკელებმა უნდა იომო. კონტროლი. ხო, აი საფრთხე რო დაგეუბნება, ამერიკამ უნდა მიხედოს მაგ საფრთხეს, მაგიტო გინდა დასავლეთ. უსაფრთხოება ეკონომიკური კეთილდღეობა. მოდი აი კარგი მაგაზე არ დაგვეთანხმებიან ვიღაცეები და მოდი აი ვთქვათ, შენ ხო იმიტომ გინდა რომ საბოლოო ჯამში გჯერა რომ ნუ კაი აი ბოლომ შენ მაგივრად არიომეს, მაგრამ გვერდში დაგიდგებიან და ბოლო არ შეურიგდებიან მაინც შენ მიმართ უსამართლობის ჩამდეს. ხო მაგიტო ეგ მინიმალური სტანდარტი თუ მაინც დაცული არ არის, ხო აზრი აღარ აქვს მაგ პოლიტიკას. ხო ჩვენ ყოფილი ვართ მართლები. ანუ ქვეყანა ჩალით ხო არ არის დახურული მაგას პუტინს არ გაუტარებენ, ეგ ხო იყო აი საბაზისო მტკიცება, რაზეც იდგა პროდასავლური. ხო, ანუ მე თუ დავიწყე ომი, იმიტომ რომ აი ჩემი არჩევანია ნატოში ინტეგრაცია. და ვის რა ეკითხება? და ამის გამო ვიღაცამ თუ დამარტყა, იქამდე ხო არ უნდა მიდიოდეს საქმე, რომ კარგი ხო ამას ნატოში აღარ ვიღებთ, იმიტომ რომ აღარ მინდა ფულის ხარჯვა. ამას ნატოში აღარ ვიღებთ და იმას შეურიგდები და ჩვენ მე მგონი კარგი მეგობრობა შეიძლება გქონდეს და იმას მოუხსენით სანქციები და მოუხსენით იზოლაცია. ესეთი ვერსია თუ შეიძლება მივიღო მომავლის, მაშინ მე თქვა თავის დროზე კაცო უარი ნატოზე, მე თქვა უარი და მაინც შედეგი ხო ეგ ხდება. ხო და მაქსიმუმ რაც შეიძლება მომხდარიყო მაგ შემთხვევაში ომი მოხდებოდა უკვე რაღაცა ასეთი საბაბების გარშე, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ხო? ამერიკის პრეზიდენტი მაინც არ იტყოდა, რომ მე ეხა წინა პრეზიდენტის ადგილას ყოფილიყავ, ეს ომი არ დაიწყებოდა და ეს პუტინი მე მგონი ადეკვატური კაცია. მან ხო ის იკითხება, რომ ეგ ომი რაღაცა არაადეკვატური მიზეზების გამო მოხდაო, ეგ არის ამერიკის პრეზიდენტის, ეხლანდელი პრეზიდენტის შეფასება. ანუ ჩვენ ცხოვრობთ გარემოში, სადაც ვიღაცამ შეიძლება ტერიტორიების 9 თუ 20% რაღაც წამართვას ტერიტორიები, დამიხოცოს ხალხი, ამიკრძალოს ნატოში შესვლა და მე ნატოს მხარე მივიდეს იმასთან ჩამოართოს ხელი და ჩემთვის დაუკითხავად ჩემი ბედი გადაწყვეტ. ჩემი ბედი გადაწყვეტოს და რატო ვირჩევ მას პოლიტიკას? არ დღება ეგ კითხვა ამ მომენტში? ეს პოლიტიკა რა პერსპექტივას ატარებს? ან ჩვენ რის იმედად ვირჩევთ ახლა ამ პოლიტიკას, რომ მომავალში შეიძლება ისე დაკონვერტირდეს ინტერესები ჩემი და ისე შეიცვალოს დასავლეთის ინტერესები და ხედვა იმისა რა აწყობს ახლა და რა არ აწყობს, რომ კაცმა არ იცის ახლა მაგის დათვლა არ შემიძლია. რატო ვირჩევთ და აი იმაში როა, ხო იცი დათათუთაშხიაში გვირაბს რო თხრიან კლდეში და ის გვირაბი აქეთ როგორ ამოვა, ის ხო იქით მიდისო და არ ამოვა, მაგრამ ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია არის, აი ჭაში რო იმედიზის და ზარს რო რეკს, ეგ არის ნატოს და ევროკავშირის კარი რო ღია, ეგ ზარია. ეგ ზარია და ელოდება როდის ჩამოჰკრავს ნატოში გაწევრიანების ზარი და ვერ ჩამოკრავს, იმიტომ რომ იქით არის და იქით მიდის პირიქით და მთელი ქვეყანა თხრით გვირაბს, ხო და ბოლოს გამოუთხარი, ხო საკუთარი, ანუ თაგმა თხარაო, აკა გამოთხარაოს, ავატარებთ, მაგას ავატარებთ, იმიტომ რომ ფაქტია, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ტრამპი თვითონ წერს, ხო, მაგას ხო ტრამპის განცხადებაა, ხალხო. ტრამპის განცხადებაა, რომ ომში ერთად ვიბრძოდით რუსეთის პრეზიდენტს. ერთმანეთს უნდა ვეწვიოთ, ვიზიტები უნდა გქონდეს, ანუ მისვლა, მოსვლა, რა კაი კაცი ყოფილა ტექსტებია, ბიჭო. და ეხლა აი ამიხსენით, კაცო, რა ამიხსენით? ცი ერთი მხარე გამოსულია ქუჩაში საქართველოში პუტინს ებრძვის. საქართველოში ერთი მხარე თლათ ბიძინას კი არის, პირდაპირ პუტინს ებრძვის. ძირითადი შეძახილები პუტინის წინააღმდეგ არის საქართველოს აქციებზე და მეორე მხარე
არაბეთთან ნაწარმოებს მოლაპარაკებს. აი ამიხსენით ეხლა აი საქართველოში რა შეიძლება ამაზე უარესი მდგომარეობა რო გქონდეს? აი რა შეიძლება რომ იყოს და რუსეთი და ამერიკა დაძდება მოილაპარაკებენ. და მათ შორის ჩვენ ხო ჩვენზეც მოილაპარაკებენ. აქ სინამდვილეში საქართველოს მთელი უბედურება ეგ არის, რომ გადაწყვეტენ ჩვენ ბედს. საქართველოში როგორც იკვეთება ხალხი რაღაცნაირად ძალიან აი ამ კოლონიალურ რაღაცა ცნობიერებაში იმყოფება და არ უნდათ თვითონ პასუხისგებლობის აღება თავის ქვეყანაზე, იმიტომ რომ გადაგვიწყვეტენ ეხლა ის რო შეხვდება ტრამპი და პუტინი, იქ წამოიჭრება საქართველოს საკითხი და რაც გადაწყდება ეგრე გატარდება, იმიტომ რომ ხალხს არა აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირება, გამორბის ოპოზიცია და პირდაპირ რაღაცა დასავლეთში გარბიან, რომ დაასანქციოს ქართული ოცნება. ამერიკის იმედით პუტინი უნდა დაამხონ აქ ვიღაც ტიპებმა უბრალოდ ტრამპი და პუტინი ეხლა ერთმანეთს გადაეპყრობიან. რაღა უნდა დაამხო. ძალიან საინტერესო კარიკატურა გაავრცელა გამოცემა, გავლენიანმა გამოცემა Financial Times-მა, აი ვაჩვენოთ ეკრანზე. ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი იყოფენ მსოფლიოს, ანუ ჭრიან რაღაცა საჭმელად მსოფლიოს გლობუსს. ანუ მოხარშულია, ანუ სამივეს რო შესაჭმელად უნდა გასაგებია და ეხა ინაწილებენ რა. ხო და ეს კარიკატურა არის ანალოგი ახლებური ვერსია 19 საუკუნის დასაწყისის კარიკატურის, სადაც ნაპოლეონი და ბრიტანეთის პრემიერი უილიამ პიტი მაშინ იყოფენ მსოფლიოს. და Financial Times-ი და არა მარტო Financial Times-ი, არამედ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი დღევანდელ რეალობას ხედავს მაშინდელ ფერებში, სულ უფრო მაშინდელ ფერებში იწყებს დღევანდელი რეალობის აღქმას და ეგ არ არის შემთხვევითი მოვლენა. იმპერიალიზმის ეპოქა ბრუნდება. ხო, ანუ ნახე რისი ახსნამინე, ჩვენ ხო ქართული საზოგადოება, უკრაინული საზოგადოება, მისი მედასავლეთი ნაწილი ამ პროდასავლურ პროექტში ხო იმ იმედით შედიოდა, რომ აი დასავლეთს აქვს რაღაცა ფასეულობები და ამ ფასეულობებს მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარე არ დათმობს ხოლმე, აქედან გამომდინარე ჩვენ იმ რწმენით, რომ ის ამ ფასეულობების დაცვაში იქნება, შეგვიძლია რაღაც თამამად გავყვეთ ამ პოლიტიკას. აი მაგალითად, რომ იყოს რაღაცა ქრისტიანული იმპერია და შენ ამ ქრისტიანულ იმპერიასთან დაახლოების პოლიტიკას რო ატარებდე, ხო, ქრისტიანული სახელმწიფო, შენ გაქვს რწმენა და მოლოდინი, რომ ის ქრისტიანული იმპერია ქრისტიან თანამოძმეებს არ გაწირავს, ხო? მაგის მოლოდინი გაქვს. მაგრამ ბიზანტია პირობითად. შეიძლება კონფლიქტები მოგივიდეს და რაღაცა დაძაბულობა გქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მას თავისი რელიგია გაქვს. მეტი საერთო გაქვს, მას თავისი რელიგია, რელიგიური იდენტობა უკარნახებს, რომ შენ მოკავშირით აღგიქვას. მასეთი აღქმა დაახლოებით, რაღაც კვაზი რელიგიური აღქმა არსებობდა ლიბერალიზმის და ლიბერალური გლობალიზმის მიმართ, რომ აი იქ არის ეს ფასეულობების ირგვლივ დადგენილი მსოფლიო თამაშის წესები და ეხლა შეიძლება რაღაც მომენტში თუ ვეღარ მოერიენ იძულებულები გახდნენ, რომ რაღაცები დათმო, მაგრამ სანამ ერევიან და ძალა ყოფნით, მანამდე ამ ფასეულობებს დაიცავენ და მორევაც ისეთ გასაკითხი, რომ დასავლეთის ძალა იმდენად აღემატება მის კონკურენტების ძალას, რომ მორევითაც მოერევიან ხოლმე. ადამიანურ ენაზე რომ აი ეს ძალიან მუშურგლეხურზე რომ თარგმნოთ, ეგ გამოიყურებოდა ეგრე, რომ დასავლეთი არავის ქართველი ენჯეოშნიკების თავს არ დააჩაგრინებს. ხო, მე თუ საქართველო იქნება სათანადოდ პროდასავლური და უკრაინა იქნება რომც არ იყოს სათანადოდ პროდასავლური, აი აქ თუ ვიღაცა ლიბერალური თავისუფლების იდეით ყივილს აფიქსირებს და თავს გაალახიებს, ამერიკული სპეცნაზი მოვა და ბორო დიქტატორს უპანჩურებს ურტყავს. ეგ იყო აი გენერალიზებული შეხედულება სამყაროზე, რომელშიც ქართული პოლიტიკური, კულტურული, ფინანსური, პოლიტოლოგიური საექსპერტო ელიტები ცხოვრობდნენ. აი ამ სამყაროში ცხოვრობდა საქართველოში ყველა ერთი ჩვენ ვიყავით გიჟები, რომლებიც ვამბობდით, რომ ხალხო ეგ დრო მორჩა, სხვა დრო მოდის. ხო, არა მარტო დიქტატორს, არამედ სხვა ქვეყანას, აი მაგალითად რუსეთს არ დააჩაგრინებს, მას ეყოფა ამისთვის ძალა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მან
და მას ექნება ამისთვის კაფიო ფასეულობითი ბაზა, ან თვითონ არავის არ გაყოფს, არავის არ დაინაწილებს, ეგრე არ მიუდგება საქმეს, რაღაცა არ გადააგდებს. ეხლა შეიძლება ვეღარ ერეოდეს რა ვიღაცას და მასე ვერ დაგიცვას, მაგრამ მორევითაც მოერევა. ხოლო თავისი მიდგომა იქნება ფასეულობითი კუთხით ლიბერალების დაცვა. დღეს ეს ორივე კომპონენტი იცვლება. ანუ ხელიდან გამოეცალა მედასავლეთე ნაწილს ორივე კომპონენტი. ძალა გაირკვა რომ არ ყოფნის იმისთვის რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და ეუბნება უკრაინას რომ ეგ დაივიწყეთ. ვეღარ ვერევით და უნდა საფრთხეების გარანტიებსაც მომავალში რეალურს ვერ აძლევს, იმიტომ რომ ეუბნება რომ ნატოში ვერ შეგიყვანთ და ამასთან ერთად თვითონ შიდა იდეოლოგიური ფონი დადგა ისეთი რომ საერთოდ რა გვესაქმება, რაში გვაინტერესებს ვიღაცა ლიბერალი გლობალისტები ჩვენი პირიქით ტრები არიან. არაფერი იდეოლოგიური crazy lunatic-ები არიან ეგენი. და ჩვენ შიდა ინტერესებს მივხედოთ. რასაც გვიკარნახებს ჩვენი შიდა მატერიალური ინტერესები, მასე გადავწყვეტ. ამ ფონზე ჩვენ რის იმედად ვატარებთ პროდასავლურ პოლიტიკას აწი. ძალა გაირკვა რომ აღარ აქვს სათანადო რომ უკრაინა დაიცვა და ჩვენ მით უმეტეს და ეგ თან და ინტერესიც აღარ აქვს ღია დამბობი. ანუ ეგ გლობალურ დონეზე კი გაირკვა. გლობალურზე გაირკვა ხა ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ველაპარაკებენ რომ მეორე მსოფლიო ომში რა გაიყო ერთად რო ვიყავით. მაგაზე სხვა რაღაცაზეც გავარჩიოთ მე მაგას ეგ რატომ მიდის ეგეთი ლაპარაკი. და საქართველოს დონეზეც გაირკვა კაცო აქ რაღაცა ერთ მუშტად შეკრული შიგ ევროპელები გამოვარდნენ. ამ ხალხს რავი გადაუარეს დალეწეს ძლებში არა გამოვიდა და მაქსიმუმი არის რომ ვიღაცა სანქციები დაადეს და შეურაცხყოფილი მიტოვებული და უიმედო დარჩა პროდასალური ფლანგი საქართველოში. ანუ საქართველოს დონეზეც და გლობალურ დონეზეც გაირკვა ეგ. კი. აგერ ამერიკის ახალმა თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა ასევე გააკეთა ამაზე განცხადება. ტრამპი აპირებს ამ ომის დასრულებას დიპლომატიური გზით და რუსეთსა და უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდითთან დასმას. ჩვენც გვინდა სუვერენული და აყვავებული უკრაინა, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ იმის აღიარებით, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალური მიზანია. ამ ილუზიური მიზნის დევნა მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს. აშშ არ მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოლაპარაკების გზით და არეგულირების რეალისტური შედეგია. სამაგიეროდ უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მხარდაჭერილი უნდა იყოს ევროპული და არაევროპული ძალებით და თუ ეს ჯარები განლაგდებიან უკრაინაში მშვიდობის ყოფილების სახით, ისინი უნდა განლაგდნენ როგორც არა ნატოს მისიის ნაწილი და მათზე არ უნდა გავრცელდეს ნატოს მეხუთე მუხლი. გასაგებად რომ თქვა უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში აშშ-ის ჯარი არ იქნება განლაგებული. ანუ ამერიკა იქ არ განალაგებს თავის ჯარებს, თუ ვინმე განალაგებს იმათზეც აი ნატო არ ვრცელდება. არა თვითონ იომო. ანუ რუსებმა რომ დაბომბონ პირობითად ფრანგული შენაერთები უკრაინაში, მაგის გამო ომს არავინ არ დაიწყებს რუსეთთან წინასწარ გეუბნებით, ნატოში უკრაინას არ მივიღებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და ხო, ანუ სრული მარცხია. ანუ უკრაინული მხარისთვის ეგ პირობები ნიშნავს ყველაფრის დათმობას. უკრაინა მხარემ დათმო ყველაფერს. და ის რა მაგარი ტექსტია თან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენ ვეთანხმებით, აი ევროპა მიხედავს. არა, ნუ ეგ არის ეგ ხო ცალკე მაგარი რაღაცა უკრაინის ეთანხმები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. კი, აი ის მიხედავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. მე არა, ჩემი ჯარი მან ღმერთმა დაიმეფარო, ჩემი ჯარი მან იყოს და ის რომ მიხედავს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგას ვინმე თუ ესვრით, იცოდეთ რომ მე მაგაზე ხმის ამომღები არა ვარ, იმას თუ ესვრით, მე არ გესვრით. ისიც უნდა თქვა ევროპას თუ ესვრით ვინმე უკრაინაში განთავსებულ ევროპულ ჯარებს ემანდ აშშ მაგის გამო ომს არ დაიწყებს წინასწარ იცოდეთ და ვინმეს რამის განლაგება თუ გინდათ მია განლაგეთ მე ხა მაგ პირობებით